de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Byzantinization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულას ეთერში თქვენ უყურებთ 197 ეპიზოდს გადაცემისა კვირაში ერთხელ მიშამ შულდაძესთან. კოცებმა ჩმორობისა და მოღალატეობის ახალი ლეველი ჩაიპყრეს. ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის ტრაგედიაზე განაცხადა. 9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ამ განცხადებით გავიგეთ ერთი რამე და 1000-ად დავწმუნდით ერთ რამეში. 1000-ად დავწმუნდით, რომ კოცები არიან რუსები და გავიგეთ, რომ საბჭოთა რუსეთს Deep State არ მართავდა. არადა, რავი, ხა პუტინს ძალიანს გაუხარდებოდა კოცებს 9 აპრილის Deep State-ისთვის რომ დაებრალებინათ. მაგრამ აქ მეორე მომენტიც არის. დიად დაუმარცხებელ მატუშკარასიას Deep State მართავდა. თუნდაც პუტინის მოსვლამდე, ანუ ცოტა შეურაცხყოფელიც არის ეს რუსეთის იდეისთვის. ამიტომ უბრალოდ უცხო ძალა გადაწყდა. რაღაცა უცხო ძალა. უცხო ძალამ გადაგვიარა ბეტერებით. როგორ უნდა მივხვდეთ, როდესაც კოცების აქციელის, კოცების ამორჩეველსაც კი შერცხვება ხოლმე. თუ Facebook-ზე მეგობრებში ყავთ ამაყი კოცები, დააკვირდით ხოლმე, როცა გაიყურსებიან და ეს დღეები Facebook-ზე შემოსვა ვერ მოახერხეს. ესე იგი კოცებმა რაღაც ისეთი თქვეს ან გააკეთეს, რომ კოცებსაც კი შერცხვათ. 9 აპრილზე გაკეთებული სამარცხვინო განცხადებების შემდეგ კოც გამправებლებში საყოველთაო ყურსმა დაისადგურა. ანუ ყურსი, ანუ რაც ადამიანს გაყურსულ მდგომარეობაში ამყოფებს. ლაფის ჩამოწმენდა კალაძემსსა. უცხოური ძალა იყო საბჭოთა არმია, აბა ვინ იყო? კახა, შემდეგში თქვით ჰომო საპიენსები. თბილისის ქუჩებში ტრაგედია დაატრიალეს ჰომო საპიენსებმა. რა? არ იყვნენ ჰომო საპიენსები? არა, ჰომო ერექტუსები იყვნენ? ანუ ბევრნაირად შეგიძლია თქვათ, რავი, შეგიძლია თქვათ დედამიწელები. ირმის ნახტომის თანავარსკვლავედელნი. ანუ ბევრნაირად შეგიძლიათ არ თქვათ რუსები. კობახიძის განცხადებაში კიდევ სამარცხვინო და საინტერესო მონაკვეთი იყო. მაგალითად ეს. დღეს რუსეთის რუსთაველის გამზირზე უცხოურმა ძალამ სადა ძალადობის პროვოცირება. დღეს. და როდესაც ამას ვერ მიაღწია, ანუ ძალადობის პროვოცირებას ვერ მიაღწია, თავადვე იძალადა. ანუ რისი თქმა გინდათ, რომ ძალადობა ვერ აირიდეთ? გასაგებია რომ იტყუებით, მაგრამ თქვენს ლოგიკაში დავრჩეთ. ანუ მოგვერიდეთ, მაგრამ მაინც ვიძალადეთ? ხო? ხო? ხო და ომებიც ეგრეა, ირაკლი. ირაკლიმ
ასევე მოგვიწოდა, რომ ყველანი გავემიჯნოთ ძალადობას, ყველანი და გაიმარჯოს სიყვარულმა. კარგი მაგის დედაცა. კარგი. თუ ყველანი მაშინ ჩვენც გამოუშვებთ პოლიტპატიმრებს და თქვენც გამოუშვით. ამით დავიწყოთ. შემდეგ ჩვენც გავიწვევთ რუსულ კანონებს, თქვენც გაიწვიეთ. ჩვენც აღარ დაგაჯარიმებთ 5,000 ლარით ქუჩაში დგომის გამო და თქვენც აღარ დაგვაჯარიმოთ. რავი, ვადამდელი არჩევნები დანიშნეთ, წესიერი ცესკოთი და მოდი არც ერთმა მხარემ არ გავაყალბოთ. მოკლედ, ჩვენი მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ ძალადობას გავემიჯნოთ და სიყვარულმა გაიმარჯვოს. სიყვარულის ეგიდით ქართული ოცნება აგრძელებს რუსული კანონების მიღებას. ინიცირებული ცვლილებების თანახმად უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლება მოსილი პირის თანხმობა დაჭირდება. ანუ არასამთავრობოების არსებობას თან მთავრობის თანხმობა დაჭირდება. დარჩებია მხოლოდ ის არასამთავრობოები, რომლებიც მთავრობას მოეწონება. სორია. თვითონ ტერმინი არასამთავრობო ორგანიზაცია გეუბნება, რომ მთავრობას უნდა მოსწონდეს. აბა რანაირი არასამთავრობო ხარ თუ მთავრობას არ მოწონხარ? ყობახიძის განცხადებით, არასამთავრობოების კონტროლის მიზანი სიყვარულია. ციტირებ. ეს კანონი უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ უპირისპირდება სიძულვილს. ანუ სიყვარულია. რავი, სიძულვილი ძალიან მძიმე ტერმინია. მოდი გულახდილავ თქვა, ეს კანონი უპირისპირდება არა გრანტს, როგორც ასეთს, არამედ მთავრობის კრიტიკას. რავი, ვის ატყუებთ? ვისაც აქამდე ატყუებდით? ოკეი, ეგ აღარ. დიდმა ბრიტანეთმა კიდევ 4 ქოცი დაასანქცირა სიყვარულით. ღმერთმა დალოცოს მეფე. საწყალი დედოფალი ვერ მოესწრო ხარებას და გომელაურის მოადგილეების დასანქცირებას. ხალი ინგლისის მსოფლიო ჩემპიონობას მოესწრო ხარებას მოადგილის დასანქცირებას. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად სანქციების ეს პაკეტი მიმართულია იმ ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი. დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ზვიად ხარაზიშვილის, ანუ ხარებას მოადგილე მირზა კეზევაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კახა კაციტაძე და გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი. რავი, მე მოადგილე კაცი ვარ, მე რა შუაში ვარ, როგორც ჩანს, აი ამ მიდგომამ არ იმუშავა. ბიჭები ბრიტანეთისგან დაისაჯნენ იმიტომ, რომ ნაწილმა მშვიდობიანი აქციები სასტიკად დარბევა და გეგმა, ნაწილმა ზედამხედველობა გაუწია და ნაწილმა არ გამოიძია ძალის გადამეტების საკითხი. ხო და მიიღეს სანქციები.
კოცებს უსამართლობის განცდა გაუჩნდათ. ცოტა უსამართლობა მართლა არის. ისინიც დაასანქცირეს, ვინც რამე გააკეთა და ისინიც, ვინც არაფერი გააკეთა. გაიგე? და თურმე გააჩნია სადმუშაო ბაზე ხარ? ალუ და ღუდუშაური ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ბრიტანეთის იმიჯს დარტყმას აყენებს. ალუ სხვა დროს ორი სიტყვის გამოყენების სანაცვლოდ ერთი სიტყვა საკმარისია. ერთი სიტყვა თქვი ხოლმე. დარტყმას აყენებს კი არა, ურტყამს. სხვა შენიშვნა არ მაქვს. ბრიტანული სანქციები მე მაინც გონია რომ შურისძიებაა კოცების მიმართ. მაგათ ენას რო არ სწავლობდნენ. ირაკლი კობახიძეს გონია რომ სანქციების მიზანია რომ აი ამ ხალხმა ხელფასი ვერ აიღოს. ეგრე გონია რომ აი სანქციები იმიტომ იმას ხელფასები ვერ აიღონ. ციტირებ. ძალიან კარგად აიღებს ხელფასს ბატონი თამაზაშვილი. აი გაჩვენებთ. არაჩვეულებრივად აიღებს ხელფასს. როგორც აქამდე იღებდა. თქვენი სანქციები არ მუშაობს. ეს შემიძლია გითხრათ. ჯერ ერთი ჩვენი სანქციები არაა ბრიტანეთისა. ბრიტანეთი იცი რომელია? დიდი. ბრიტანეთის მონარქი არის ჩარლზ მესამე. ჩარლზი არის კიდევ 14 სახელმწიფოს მეთაური. კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და კიდევ ბევრი. რუსეთი ხო იცით რამ ხელაა? რუსეთზე 1,8 მილიონი კვადრატული კილომეტრი დიდია იმ სახელმწიფოების ტერიტორია, რომლის მეთაურიც არის ჩარლზ მესამე. ხო და ამან დაგასანქცირა. 18,700,000 კვადრატულ კილომეტრზე დასანქცირდით, ბიჭო. დედამიწის ხმელეთის 13%-ზე დასანქცირდით. 13% იცით რამდენია? სესხი გქონიათ 13%. 14 სახელმწიფომ და ერთმა კონტინენტმა დაგასანქცირა. ცოტა ხნის წინ კოცები ტრაბახობდნენ, რომ საქართველოში ბრიტანული ავიაკომპანიები EasyJet და British Airways-ი შემოვიდნენ. რუსთავი სათაურს წაიკითხავთ. ბრიტანული ავიაკომპანიები საქართველოში ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან საქართველომ ინტენსიური მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დაასრულა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ორი ბრიტანული ავიაკომპანიის ოპერირებას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავრობის სლომაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პირდაპირ რეისები ქვეყანაში ტურისტული სექტორის განვითარებას უფრო შეუწყობს ხელს. ხო და მიდით აბა გაფრინდით. კოცებო, რისი იმედი გაქვთ, რომ ეს პროცესი გაჩერდება? მეტი და მეტი სახელმწიფო არ შეუერთდება სანქციებს? ქვეყნები უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან. ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ. დიდი ბრიტანეთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც სანქციები დაუწესა საქართველოს გენერალურ პროკურორს. ანუ სახელმწიფოები რითი ფლექსაობენ უკვე ხვდებით? ანუ გენერალური პროკურორი პირველმა მე დავასანქციო. მოსამართლეები პირველი ესტონეთმა დავასანქცირეთ, ძმა იქიდან. ხვალ სამმართველოს უფროსებს დაასანქცირებს ამერიკა და დაწერა, რომ სად იყო დიდი ბრიტანეთი და ესტონეთი, ჩვენ რო სამმართველოს უფროსებს ვასანქცირებთ. ამიტომ ძვირფასო, დაბალი და საშუალო რანგის კოცებო. ერთი რჩევა მინდა მოგცეთ.
თავი არ დაისანქციროთ. ამ სამყაროში არაფერია მუდმივი. ქოცები დღეს არიან, ხვალ არ იქნებიან. ხვალაც იქნებიან, ზეგ აღარ იქნებიან. ზეგაც იქნებიან, მაზეგ აღარ იქნებიან. ერთ დღეს გავიღვიძეთ და საბჭოთა კავშირი აღარ იყო, ბიჭო. საბჭოთა კავშირის დანგრევას ვინ წარმოიდგენდა? ძალიან ცოტა. ერთ დღეს გაიღვიძა ბაშარ ასადმა და აღარ იყო ძალაუფლებაში. ერთ დღეს გავიღვიძეთ და ვეღარ გაიღვიძა კადაფიმ. ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება. სანქციები სულ არის. ხოდა, ნუ დაისანქცირებ თავს. თქვენ ისეთი ნიჭიერები ხართ. შემდეგ მთავრობასაც შეეტენებით ლამ. რატო უნდა ჩაყვეთ ამათ? რავე, შევარდნაძე შეეტენეთ, მიშა შეეტენეთ, ბიძინას. შემდეგ მთავრობასაც შეეტენეთ. ბიძინას რატო უნდა ჩაყვეთ? თქვენი ნიჭი და ტალანტი არ უნდა დაიკარგოს. აი სიტყვაზე ავიღოთ გოჩა ენუქიძე. ყველა მთავრობის დროს კარგად იყო და საცოდაობა არ იქნება, რომ შემდეგი მთავრობის დროს აღარ იყოს კარგად. ლადო კახაძე მომდევნო მთავრობას რო არ აკოცოს რა, ბიძინას უკანალზე უნდა გაწყდეს ჯაჭვი? ანუ სამწუხარო არ იქნება, დაფიქრდით. ხოცებო, თქვენს მომავალზე დაფიქრდით, თორე ეს ქვეყანა რო კიდიათ მაგას გეუბნებით რა. ახლა კი რუბრიკა ქოცობა როგორც ასეთი, ქოცობის კლასიკა. სანამ ისტორიკოსები მსჯელობას დაიწყებენ, რომელი უფრო დიდი უბედურება იყო საქართველოსთვის, ლეკიანობა თუ ქოციანობა, გთავაზობთ რუბრიკას ქოცობის კლასიკა. ქოცებს შეიძლება ბევრი რამე დააბრალო, მაგრამ ფული არ აქვთო და მისი ხარჯვა არ უყვართო, მაგას ნამდვილად ვერ მოედავენ. მარტო ბოლო 3 თვეში Facebook რეკლამაში $190,000 დახარჯეს. რაღაცების გაბუქება რომ მიყვარდეს, ვიტყოდი რომ $500,000 მეტი დახარჯეს მეთქი, მაგრამ არ ვამბობ. $190,000 დახარჯეს Facebook-ზე 3 თვეში. აქ რაღა უნდა გააბუქო მაგის დედა. ამ $190,000-დან $179,500 დაიხარჯა ჯამში 7 გვერდში და დანარჩენ გვერდებზე $20,000 გადანაწილდა. ირაკლი კობახიძის პეიჯმა დახარჯა ყველაზე მეტი $40,100. რაც მართალია, ლეგიტიმაცია მიიღო ამ დაბუსტული პოსტები ტროლებში და ბოტებში. ანუ ბოტები კომენტარებში ერთხმად აქებენ ირაკლის და წარმატებებს უსურვებენ. Facebook-ის მეორე მსხვილი შემომწირველი გვერდია ქართული ოცნება. ამ გვერდმა $35,500 ჩაურიცხა ამერიკულ კომპანიას. ეს უნდა გავარკვი ერთი უცხოური ფულის საქართველოს შემოსვლა საქართველოს მთავრობის თანხმობა რო ჭირდება. ნეტა ჩვენ რომ ამ ფულს ურიცხავთ ამერიკულ კომპანიამ მეტაში, ამერიკის მთავრობის თანხმობა თუა საჭირო. რავი, კანონები ერთნაირი გვაქვს, იმათაც ფარა, ჩვენც ფარა. სიტყვა სიტყვით გადმოვიტანით, ხო? ბოლო. გვერდი პოზიტივი რეალობა. დაბუსტულია $24,500-ით. ანუ $70,000 გადაიხადეს იმაში, რომ ხალხს გაეგო რა რეალობა. პოზიტივი ნიუსი ცოტა ნაკლებით $22,100 დაბუსტეს. ეთყობა ეს ნიუსები არაა რეალობა, თორე რავი, $2,400 ნაკლებით რატო დაბუსტავდნენ. გვერდი ქართული ოცნება ხო მეორე ადგილზეა სიაში. მეხუთე ადგილზეა საქართველოს მთავრობა. $21,400 დააფინანსეს 3 თვეში თავიანთი Facebook გვერდი. ესე იგი რა გამოდის, რომ საქართველოს მთავრობამ ფული გადაუხადა ამერიკულ კომპანიას. ამას ძალიან უხდება შარშანდელი ნიუსის სათაური. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას უჩერებს $95 მილიონ მეტის დახმარებას. იქით დაგეხმარებით, ბიჭო. ვის რაც უნდა თქვენი 95 მილიონი, აჰა ჩვენგან 21,000.
შალვა პაპუაშვილის გვერდს დახარჯული აქვს $14,500. ეგ არაფერი, შალვას ორთვენახევრის ხელფასია. აი ასე ოსტატურად გაგახსენეთ, რომ შალვას ხელფასი 6,700-დან 14,600-მდე გაეზარდა. მე მაინტერესებს მამუკა მდინარაძეს რატო არ ახარჯავთ ფულს. რამე დაგიშავა. ერთი $10,000 წაუბუსტეთ გაახალისეთ. იქნებ რა ბიჭი იზრდება. ალბათ ყველას გაინტერესებთ რისი გაკეთება შეიძლებოდა აი ამ $500,000 ნაცვლად იმისა რომ Facebook-ის რეკლამაში დახარჯულიყო. რა მე ასე უცებ არაფერი არ მახსენდება დაგვიწერეთ კომენტარებში თუ რამე იდეა გაქვთ. რა მოშიმშილე მაღაროელები არ თქვათ ახლა ჭია თუ რა მგონი უბრალოდ არ ევასება ბიზნესს თორე მან ფულის პრობლემა არაა. ფული მან იმდენია რომ 300 მილიონი ქართულ ფონდმა იქით ისესხა მართლა შარშანწინ ჭიათურის მანგანუმის უცხოეთში გამყიდული კომპანიიდან. მართლა 300 მილიონი ლარი აეგრე ასესხა. რა ეტყობა მორჩათ ფული საწაიღოთ არ იცოდნენ და ბიზნეს ასესხეს. აი ეგეთი კომპანიაა რა, ბანკი არა, ჯიგარია უბრალოდ. გაიგე? ჭიათურლებისგან მანგანუმს ყიდულობს, ამერიკელებზე ყიდის და რასაც უგებს ბიზნეს აძლევს სესხა. არქი ამ დაბუსტვის $500,000-ზე გაცილებით აზრიანად დაიხარჯა $9 მილიარდი ლარი. ბიუჯეტში შეტანილი ჩვენი ეს ფული გასულ წელს პრემია დანამატებში წავიდა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობა დაიხარჯა სასამართლოზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე და პროკურატურაზე. ალბათ ვინმე იკითხავს, კი მაგრამ რამე შეზღუდვა არ არის პრემია დანამატების გაცემაზე? არის, როგორ არა, მაგრამ არსებობს უწყებები, სადაც ეს შეზღუდვები არ ვრცელდება. რომელი უწყებებია? სასამართლო და ძალოვანი სტრუქტურები. რატომ? ვინც ერთ ცდაში გამოიცნობს, არაფერი. ვისაც ორი ცდა დაგჭირდებათ, აიცერით. სიმართლე რო ვთქვათ, ამათ მართლა საკაიფოდ იმუშავეს გასულ წელს. დარბევები და ბაყაბუყი ძალოვნებს მოუწიათ, საქმეების შეკერვები პროკურატურას, გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს. ნამდვილად ეკუთვნოდათ ახლა. ჩემი აზრით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უშუალოდ აქციის დამრბევებს უფრო მეტიც ეკუთვნოდათ. იდგნენ ყინვაში და იქნებდნენ წიხლებს და ესენი ისხდნენ კაბინეტებში და მოგიყვანა ვიღაცას დასხე ჩაკუჭიეგა. თანაბარი პრემიები ორივეს. აი ეს არის უსამართლობა. გედე და მიწერეთ პრემიეს წერილი. არ იქნება სამართალი? დაგენძრევათ. წელს ახლა უნდა ვაღიაროთ ეგეც რომ ნაკლები ხელფეხის ქნება მეტი 5,000 ლარიანი ჯარიმი. ანუ წელს მოსამართლეების პრემიების წელია ჩემი აზრით. რავი, სხვა რა გითხრათ? პური გაძვირდა. ჩვენ რო გვეგონა რომ პური არ გაძვირდა, თურმე აქცია ყოფილა. მართლა, იფქლით დიღომის განცხადება ვციტირებ. ჩვენ შარშან პურის ფასი დავაკელით. 10 თეთრით დავაკელით და დროებით გავაკეთეთ აქცია. რაც გაგვიგრძელდა ეს აქცია მოხსენით და დაჯდა ფასი ისევ თავის ნიშნულზე. აქცია ქონდა 8-9 თვის განმავლობაში, რომელიც დასრულდა. ანუ პურის ფასის და საქართველოს ურთიერთობა ისევ ჩიხში შევიდა. ანუ თითქოს ამ მიმართულებით დავლაგდით, გადავაგორეთ. რთული პერიოდი უკან მოვიტოვეთ და აი ისევ სირთულეები. როგორც იცით, 2020 წელს კონკურენციის სააგენტომ დაადგინა, რატო გაძვირდა პური 2018 წელს. ანუ 2 წელი იმუშავეს, დღე და ღამე გაასწორეს და მიხვდნენ, რომ პური გაძვირდა იმიტომ, რომ კომპანიებს ხარჯები გაეზარდათ. ეჭვი ქონდათ, რომ არც ფქვილი გაძვირებულა, არც წყალი, არც ელექტროენერგია, არც საწვავი და კომპანიებმა ასე უბრალოდ ჰაერზე გააძვირეს ფასი. ეგეთი ეჭვი ქონდათ.
და თურმე სადაა დამარხული ძაღლის თავი? ყველაფერი გაძვირებულა და კომპანიებსაც მოუწიათ პურის ფასის. გაიგე 2 წელი ეს დასკვნა დადესო, აი ეს მომხდარა. ოკეი. ხო და ახლა ცოტა რთულადაა საქმე. 8-9 თვის წინ უნდა გაძვირებულიყო პური და არ გაძვირდა. გაიგე, გაიჭირვეს კომპანიებმა, გაიჭირვეს 8-9 თვე ფასდაკლება ქონდათ და ყველაფერს აქვს ზღვარი, ხო? ადგენენ დაასრულეს აქცია. ახლა კონკურენციის სააგენტომ უნდა დაადგინოს 8-9 თვის წინ რა მოხდა. ანუ 8-9 თვის თუ შეიძლებოდა 8-9 თვე გაეჭირვებინათ კომპანიებს, ახლა რატო ვეღარ იჭირვებენ? კიდე 2-3 თვით ხო არ შეიძლებოდა აქციის გახანგრძლივება. უკვე იმდენი ცვლადი შემოდის, შეიძლება ჩამოიშალოს კონკურენციის სააგენტო. იცი რა? მეგობრებო, მართლა. მოდი ამჯერად აღარ გამოვიძიოთ რატო გაძვირდა პური. გაძვირდა მაგის დედ რავი, მაგას მოვაყოლევინოთ თავს. ტრამპი იძიებს ახლა რატო გაძვირდა ამერიკაში კვერცხი. და შეგვიძლია ამერიკელებს შეუამხანაგდეთ და ერთად გამოვიძიოთ ორივე. ანუ რატო გაძვირდა კვერცხი იქა, პური აქა. ხარჯებს დავზოგავთ, რავი, ერთ ოფისში დავსხდეთ ჩვენ და ამერიკელები, ინტერნეტი, დენი, წყალი დაიზოგება. ანუ რავი, უკეთესი ვარიანტი. მე გეტყვით რატო გაძვირდა კვერცხი იქა და პური აქა. ამერიკაში ფრინველის გრიპის ეპიდემია იყო, გაწყდა უამრავი ქათამი, შემცირდა მიწოდება, მოთხოვდა დარჩა იგივე. კომპანიებმა დიდი ზარალი ნახეს და ამოსაკაჩია, თორე გაკოტრდებიან. აი მაგითო. და აქა პური იმიტომ გაძვირდა, რომ ყველაფერი გაძვირდა. თანამშრომლებს კომპანიები ვეღარ უხდიან იგივე ხელფასს, აღარ ყოფნით არაფერში, ამიტომ მუშახელს 30%-ით გაუზარდეს ხელფასები. აი, ამიტომ გაძვირდა იქა კვერცხი და აქ პური. გეხვეწებით, ახლა კიდე 2 წელი არ იკულიოთ არაფერი. ახლა მთავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნა ჩვენ? დაგასპოილერებთ, გეტყვით, რომ მომავალშიც ყველაფერი გაძვირდება. ყველაფერი სულ უფრო უარესად იქნება, სანამ ქოცები გვყავს. რა უნდა ვქნათ? ძალიან კარგად იცით რაც უნდა ვქნათ. სულ ესაა რაც დღეისთვის მინდოდა მე თქვა შევხვდებით. მომავალ შაბათს ფორმულა.